მოგესალმებით. დღეს მე აქვს დიდი დღე, ისევ მე ყოველი დღე დიდი მაქვს. მოკლედ დღეს გადავწყვიტე აი აქ მოცემული უამრავი წიგნი დავახარისხო და ჩამოვწერო რა წიგნები მაქვს და რა მაკლია სასექტემბროთ, ანუ როგორც მოგეხსენებათ. ბავშვების მომზადება უნდა დავიწყო სექტემბრიდან. მეცადინეობა უბრალოდ საგნებში, დაწყებითებში ამ ეტაპზე. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით და მაქვს უამრავი წიგნი. ოღონდ შეიძლება რაღაცები მაკლდეს და ეს მაგავარკვი ახლა რა მაკლია. ეს ერთი დასტა, სულ დაწყებითია. ეს მეორე, ესეც სულ დაწყებითია. ეს მესამე, ესეც სულ დაწყებითია. და აქ არის, ესე იგი, ესენიც დაწყებითია, ეს ბუნება არის ყველა. ნახავ. და აქ მაქვს კიდე პროფესიული ლიტერატურა. რომელსაც უნივერსიტეტში ვიყენებდი და რაღაც მომენტებში შეიძლება დამჭირდეს. მე ვთვლი, რომ ბავშვი თუ მოგცემს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად უნდა მიუდგე ყველა ბავშვს, მათ შორის სკოლაშიც, კლასშიც. მართალია ცოტა ძნელი არის, როდესაც 20 და 30 ბავშვი გიზის კლასში ინდივიდუალურად მიუდგე, მაგრამ აუცილებელი არის, იმიტომ რომ როდესაც ხედავ, რომ ბავშვს აქვს შესაძლებლობა იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე სტანდარტულად მოეთხოვება მას, აუცილებლად უნდა მისცე ამის შესაძლებლობა და დამატებითი სავარჯიშოები უნდა გააკეთებინო, მისი მოტივირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. და თან უკეთესი აი მაგალითად, როდესაც ბავშვი მარტივად ძლევს იმ მასალას, რაც აქვს კლასში გასაკეთებელი, რაც მოეთხოვება, შეუძლია, მაგალითად, მე მქონდა ესეთი შემთხვევები, როდესაც 5 წუთში გაკეთებული ქონდა, ან 5 წუთში ანუ ძალიან სწრაფად აკეთებდა მიცემულ დავალებას ბავშვი და დანარჩენი კარგ შემთხვევაში ბავშვი იჯდა ჩუმად და ხატავდა თავისთვის, ან რაღაცით ერთობოდა, ან არიან ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ ესე ჩუმად ჯდომა და შემდეგ ხმაურობენ და გიშლიან გაკვეთილს. და სწორედ ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის არის საჭირო, რომ დამატებითი სავარჯიშოები გააკეთებინო ხოლმე ბავშვებს და მათი მოტივირებისთვის და წინსვლისთვის უკეთესი არის. და ესეთი აქტივობებისთვის მაქვს კლასგარეშე ლიტერატურებიც, სავარჯიშოებიც. ხო და ახლა გავაკეთო პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის მიხედვით რა მაქვს, რა მაკლია და რა უნდა შევიცინო. ესე იგი, ამ უამრავი წიგნიდან ზოგი შეძენილი მაქვს, ზოგი ჩემი შვილების ნაქონია და ზოგი კიდე მაკულატურიდან გადარჩენილი წიგნებია. ხო და იმედი მაქვს, რომ ბევრი არ მექნება საყიდი. დავიწყოთ. ესე იგი, აქ გავაკეთეს ესე რომ ერთ ფურცელზე იქნება ერთი კლასის წიგნები. თავისი დამატებითებით და კლასგარეშეებითაც მაგერებსაც ჩამოვწერ. კარგი, აქ არის პირველი კლასი, მეორე კლასი. სავარაუდოდ წელს 4 კლასი ვერ მეყოლება პირველი, მეორე. მაგრამ მესამე კლასზე მექნება სია. და მეოთხე. ესე იგი, მე ხა გავაკეთოთ როგორ. ბავშვების. ეს არისო კარავიო. ელენემ, ჩემი კარავიო. ხედავთ თქვენს? რატომ ვერ ხედავთ? აი კარავიო. კარგი, მოდი ახლა დავახარისხოთ კლასების მიხედვით, მე მგონი ეს ჯობია მეორეები. ეს წერლობანა რომ კლასისთვის შეიძლება. ხო, ეს დამატებითი სავარჯიშოება აქვს. მეორე, მეოთხე, პირველი. ეს დავალაგოთ. ამი ძალიან ბევრია. ეს არის მეორე. ეს ინგლისურიც მგონი. მეორე, პირველი. დამატებით სავარჯიშოები პირველი კლასის. ეს არის პირველი. მესამე აქ დავალაგოთ, მოდი. მესამე მე მგონი ბუნება მექნება ბევრი. იმიტომ რომ ბუნება მაქვს ბავშვებისაც, ჩემიც. ეს ჩემი. ძალიან ბევრი წიგნები მაქვს. მე მაქვს დამთავრებული ქართული ენა და ლიტერატურა. ეს არის მესამე. ახლა ეს ბუნებად გავანაწილოთ, ესენი სულ ახლებია, ჩემი ნაკიდები. პირველი კლასი. მესამე და ეს მეოთხე. ეს მესამე. так, ესენი დამატებითი სავარჯიშოები. ესეც დამატებითი. ესე იგი. ეს გამოვიდა პირველი კლასი. ეს გამოვიდა მეორე კლასი. ეს გამოვიდა მესამე. და ეს გამოვიდა მეოთხე. და აქ მაქვს დამატებითი. კიდე. მოკლედ მოვჭი და ხარისხებას
და ეხლა შემიძლია ვიზონუმაზე რა დანარჩენი წიგნები რაც არ მაქვს ისინი მოვიძიო.